თეო, სამი სიტყვი დაახასიათე taste-ით. ინოვაციური, გამბედავი და ემოციური. რამდენი წლის არის ბრენდი? 4 წელია, რაც იდეის დაბადებიდან გასული არის 4 წელი, მაგრამ ბრენდი მგონია, რომ არის ალბათ უფრო 33-34 წლის. პიცა თუ სუში? სუში ცალსახად. პირველი კერძი, რომელსაც უცნობთან ერთად შეუკვეთავდი. ხინკალი, არც დავფიქრდებოდი. კერძი, რომელიც არასდროს უნდა იყოს პირველ პაემანზე. საინტერესო შეკითხვა. მე მგონია, რომ ყველა კერძი შეიძლება ჭამა პირველ პაემანზე. ყველაზე underrated ქართული კერძი რომელია? ჩაკაფული. ინვესტორი თუ idეალური გუნდი? იდეალური გუნდი. რას ეთყოდი taste-ით 5 წლის შემდეგ? შენ ეს დაიმსახურე და გვჯერო და შენი. პირველი ქვეყანა, სადაც taste-ით ფესტივალს ჩაატარებდა. საქართველო აუცილებლად. ბრენდი რომ ადამიანი იყოს, ანუ taste-ით რა მუსიკას მოусმენდა? ჩემი საყვარელი ჯგუფი არის Depeche Mode და რატომღაც მგონია, რომ taste-ით ამ ჯგუფს მოусმენდა. ყველაზე არარელევანტური შეკითხვა, რასაც სტარტაპზე გისვამენ ხოლმე. ფულის შოვნა უკვე დაწყებული გააქვთ? რა ფერისაა ფული? უფერულია. საქართველოს როგორც ბრენდს ყველაზე კარგად რა წარმოაჩენს? ქართული სუფრა და თამადა. taste-ით ხშირად საუბრობს ემოციურ გამოცდილებაზე. მე მაინტერესებს როგორ ქმნით ამ ბრენდის ენას და ტონს. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ბრენდის ენის შექმნის პროცესი და ზოგადად ბრენდის მშენებლობის პროცესი არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთული. ზოგადად ჩვენი კომპანიისთვის და თითოეული გუნდის წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება არის ადამიანი და შესაბამისად მომხმარებელი. და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი ბრენდის საკომუნიკაციო ენა ახლოს იყოს ჩვენი პირდაპირ სამიზნე აუდიტორის სამეთყველო ენასთან. მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი ემოციური მდგომარეობა და შესაბამისად დაველაპარაკოთ. პროცესი, როგორც აღნიშნე, არ არის მარტივი, თუმცა არის ძალიან საინტერესო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს და არასდროს არ ვთაკილობთ, ასე ვთქვათ, მათგან შენიშვნებს და ასე შემდეგ და ხო, ანუ ეგ უნდა მეკითხა პრინციპში შემდეგი კითხვა იყო, რომ მომხმარებლის უკავშირი რამდენად გეხმარებათ, თუნდაც ამ ბრენდის ენის ჩამოყალიბებაში, რაღაც ტონის შერჩევაში, რაღაცა იდეების გენერირებაში, ანუ გასაგებია რომ გეგმა გაქვთ, გასაგებია რომ მიყვებით ამ ყველაფერს, მაგრამ აი უკავშირს როგორ იღებთ ხოლმე? რა პროდუქტია ის თქვენთვის, ასე ვთქვათ, რა მასალაა პროდუქტისთვის? შემიძლია ვთქვა, რომ მომხმარებლის უკავშირი არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გვეხმარება აპლიკაციის განვითარებაში. ცხადია მნიშვნელოვანია იმ მენტორების რჩევები, რომლებიც გვყავდა აქსელერაციის სხვადასხვა პროგრამაში, მაგრამ ყველაზე ღირებული მაინც არის მომხმარებლის რჩევა და უკავშირი, რადგან სწორედ მათთვის ვქნით ჩვენ აპლიკაციას და შემიძლია ვთქვა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში, რაც იდეა დაიბადა და ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ბრენდი, გადამწყვეტი განვითარების პროცესში იყო ზუსტად მომხმარებლის უკავშირი. ბევრი რამ შევცვალეთ. აპლიკაციის მთავარი იდეა რაც არის, რომ საჭმელი აკავშირებს ადამიანებს, ცხადია რჩება, თუმცა იმის გარდა რა ფუნქციებიც დავაშენეთ, რეალურად ნაკარნახები იყო გარკვეულ წელს სწორედ მომხმარებლის უკავშირიდან გამომდინარე. საწყისებიდან მოვყვეთ იდეაში, როცა გაჩნდა იდეა. ეს იყო რეალური საჭიროება დანახული თუ ექსპერიმენტი მაინც? თავიდან დავიწყებ, მოკლედ ამაზე არაერთხელ ვსაუბრია ჩვენს დამფუძნებელს გიორგი ურუშაძეს, მაგრამ მაინც გამიმეორებ კიდევ ერთხელ, იდეა დაიბადა რეალურად ბერლინში. ჩვენი დამფუძნებელი რამდენიმე წელია იქ ცხოვრობს და ახალი ჩასული იყო გერმანიაში, როდესაც მუდმივად განიცდიდა ადამიანებთან კომუნიკაციის ნაკლებობას, არ ყავდა ჯერ იქ მეგობრები შეძენილი და გაცნობის აპლიკაციებზეც ყოველთვის ამბობდა, რომ უკვე საკუთარი თავი ამოწურა ამ აპლიკაციებმა და რეალურად ღრმა კავშირების გაჩენას ვეღარ უზრუნველყოფდა ადამიანებს შორის და ფიქრობდა, რომ გაეკეთებინა ისეთი არის სოციალური ქსელი იქნებოდა ის თუ აპლიკაცია, ისეთი იდეა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. პარალელურად დაემთხვა, რომ იმ პერიოდში, როგორც ართ-დირექტორი მუშაობდა Burger King-ისთვის ერთ-ერთ სარეკლამო კამპანიაზე, სადაც საჭმელი იყო მთავარი პერსონაჟი, ასე ვთქვათ და ამ კამპანიაზე მუშაობის პროცესში და პარალელურად იმ განცდებიდან გამომდინარე, რაც ჰქონდა გერმანიაში ახალ ჩასულ გიორგის დაიბადა
იდეა, რომ საჭმელს უნდა დაეკავშირებინა ადამიანები და ეს არ უნდა ყოფილიყო რომანტიკული ქვეტექსტით კავშირი, რაც ზოგადად აპლიკაციებს ხო აქვს რეალურად ამ ტიპის გასწავლის აპლიკაციებში და რის გამოც ზოგი არც ამბობს რომ დარეგისტრირებული ამ აპლიკაციაში და უნდა და შეექმნა ისეთი მედიუმი ადამიანებს შორის დამაკავშირებელი, სადაც დარეგისტრირება იქნებოდა არა დასამალი, არამედ პირიქით, დიახ, მე ვარ Tasty-ის მომხმარებელი. ეგ არის თავარი განსხვავება სხვა აპლიკაციებთან შედარებით, არა მარტო რადგანობის აპლიკაციებს, სხვა food მაგალითად აპლიკაციებთან შედარებით. რა არის თავარი განსხვავება და უფრო სლად რომ მითხრა, რა პრობლემა მოაგვარა რეალურად ამ Tasty-თმა? ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. პრინციპში ჩვენი მთავარი მარკეტინგული კომუნიკაციების გზავნილი არის ხოლმე ზუსტად ეს, რომ ჩვენ არ ვართ კლასიკური გაცნობის აპლიკაცია, სადაც მაინც და მაინც რომანტიკული მიზნით უნდა დაუკავშირდე ადამიანს. ჩვენ რეალურად ვართ უფრო მეტი ვიდრე სოციალური ქსელი. კი ვამბობთ, რომ ვართ პირველი სოციალური ქსელი, რომელიც საჭვრით აკავშირებს ადამიანებს, მაგრამ გვინდა რომ ეს ყველაფერი გადაიქცეს ერთგვარ გლობალურ მოძრაობად და ავხსნი რას გულისხმობ ამაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია საუბრობს მარტოობის გლობალურ პანდემიაზე, რომელსაც იმაზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის, ვიდრე მაგალითად დღეში 15 ღერი თამბაქოს მოწევა. ეს იწვევს მარტოობის შეგრძნება, შფოთვას, დეპრესიას და მენტალურ ჯანმრთელობას აყენებს ძალიან დიდ ზიანს. ჩვენ Tasty აპლიკაციით გვინდა ადამიანებს ვუთხრათ, რომ ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია გაიცნო ადამიანი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ყოველგვარი რომანტიკული ჩარჩოების გარეშე, უბრალოდ დაუკავშირდე ამ ადამიანებს და თავი აღარ იგრძნო მარტო. ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ ამ მარტოობის განცდის დამარცხებაში და აქ უნდა კიდე აღვნიშნო ყველაზე დიდი უარყოფითი ნიშანი, რაც აქვს გაცნობის აპლიკაციებს, არის უარყოფის შეგრძნება, რაც ასევე პირდაპირ კავშირშია თვითშეფასების დაქვეითებასთან და მენტალურ ჯანმრთელობასთან და Tasty-ში არ გექნება ეს შეგრძნება, იმიტომ რომ ეს არ არის პაემანი, უბრალოდ ეს არის შეხვედრა ჭამის მეგობართან და არ გიწევს ფიქრი, რა ჩავიცვა, ვაიმე ნეტა თუ მოვეწონები, მხოლოდ უნდა იფიქრო იმაზე, რა ჭამო. რა ჭამოთ ერთად, ვიღაცას რაღაც კონკრეტული არ მოწონს, სხვას მოეწონება და ასე შემდეგ. ეგ ამბავია. როგორ შემოვიდა ამ პროცესში უკვე ბიზნესი? Tasty-ში როგორია თქვენი ასე ვთქვათ საკომუნიკაციო ნაწილი ბიზნესთან და მათი დამოკიდებულება როგორი აპლიკაციასთან? როგორ იცვლებოდა ესეც მითხარ? საინტერესო კითხვა. თავიდან დავიწყებ, თავიდან როგორ იყო ჩვენი კომუნიკაცია ბიზნესთან. პირველ რიგში ჩვენ ვეკონტაქტებოდით კვების ობიექტებს, რესტორნებს, კაფეებს, რომლებიც არიან რეალურად აპლიკაციაში კონტენტის მთავარი შემქმნელები, იმიტომ რომ მათი კერძებია განთავსებული და ამ კერძებით ვაკავშირებთ ადამიანებს. თავიდან ყველაზე დიდი სირთულე მათთან კომუნიკაციის დროს იყო ის, რომ ვერ იგებდნენ კარგად იდეას. იყო ორი კატეგორია. ერთი, რომელიც გვენდობოდა და იდეასაც ძალიან კარგად იგებდა, იყო მეორე კატეგორია, რომელთანაც უფრო გვიწევდა ახსნა განმარტების გაკეთება. თან ჩვენ როდესაც კომუნიკაცია დავიწყეთ კვების ობიექტებთან, მაშინ პროდუქტი არ გქონდა, აპლიკაცია არ იყო მზად, უბრალოდ ვაჩვენებდით ინტერფეისს და რეალურად ველაპარაკებოდით ზეპირად რა იქნებოდა. ნდობის პრობლემაც იყო რეალურად. ზოგთან გამოგვდიოდა მარტივად კომუნიკაცია, ზოგთან ნაკლებად. დროთა განმავლობაში უკვე სად მივხვდით, რომ რეალურად ჩვენმა გზავნილებმა და მარკეტინგულმა კამპანიებმა გაამართლა. როდესაც ვეკონტაქტებოდით თავიდან რესტორნებს, პირველად ესმოდათ საერთოდ სახელი, მაგრამ იყო მე რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე თქვენ Tasty-ით კი როგორ არა გიცნობთ და აი მაშინ ხვდებოდით, რომ სწორი გზით მივდივართ და სწორად ვაკეთებთ ჩვენ საქმეს. ახლა რაც შეეხება ამ დროისთვის კომუნიკაცია გვაქვს დაახლოებით მიმდინარედ 200-მდე კვების ობიექტთან, რომელთანაც ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. 400-ზე მეტი კვების ობიექტი უკვე არის ჩვენი პარტნიორი და რამდენიმე მსხვილ ქართულ კომპანიასთან, რომელიც ოპერირებს კვების ინდუსტრიაში, გვაქვს მოლაპარაკებები და რამდენიმე უკვე არის ჩვენი ფასიანი გადამხდელი. და რამდენიმე დღეში ვაპირებთ უკვე ფასიანი ვერსიის გაშვებას, უკვე მუშაობენ ჩვენი დეველოპერები. ეს მომხმარებლებისთვის თუ ბიზნესისთვის? ჯერჯერობით იქნება მომხმარებლებისთვის ეს ფასიანი subscription მოდელი და უდიდესი განახლება იქნება ინტერფეისის. ძალიან დიდი სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ბიზნესებს რაც შეეხება, ბიზნესებთან ვაგრძელებთ ისევ გავს კომუნიკაციას, რაც გქონდა მანამდე და მომდევნო განახლებაში გვექნება ads manager-ი, რომელიც უკვე იქნება ფასიანი, ასე ვთქვათ, მექანიზმი ბიზნესებისთვის, რომ დაარეკლამონ თავიანთი პროდუქტები და იმუშავებს იგივე ალგორითმით, რა ალგორითმითაც მუშაობს Facebook-ის რეკლამების მენეჯერი. სხვა სოციალური ქსელებისას. მოდელი როგორია, ანუ ბიზნესის ჩართულობის Tasty-ის მომხმარებლები იღებენ კონკრეტულ შეთავაზებებს, ხო? ანუ ეს ურთიერთსარგებელი ბიზნესი და მომხმარებლები როგორ გაერთიანეთ?
კი ბატონო, ბიზნესებისთვის თავარი სარგებელი არის, რომ აპლიკაციაში ამ ეტაპზე არის დაახლოებით 50,000-მდე ადამიანი და რა თქმა უნდა ეს რიცხვი გაიზრდება მომავალშიც. ჩვენ ბიზნესებს ვთავაზობთ პირდაპირ სამიზნე აუდიტორიას ერთ სივრცეში და მათ ექნება საშუალება, რომ პირდაპირ ესაუბრონ ამ აუდიტორიას. რას გულისხმობ ამაში? ფასიანი იქნება შეთავაზებები და ახლაც გვაქვს 1+1 შეთავაზებები, ფასდაკლებები და ასევე მათ ვთავაზობთ, რომ იმ დროს, როდესაც ყველაზე ნაკლები მომხმარებელი იყავთ, პირობითად 1-დან 5 საათამდე პერიოდში, მივუყვანოთ მომხმარებელი, ანუ შეუძლიათ ამ პერიოდში გააკეთონ შეთავაზებები, არ ვიცი, შეიძლება იყოს უფასო ლანჩი, შეიძლება იყოს ყავას პლუს დესერტი, მაქსიმალურად შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი სივრცე, რომ მიიღონ სარგებელი და ცხადია ჩვენი მომხმარებელიც იღებს ამით სარგებელს. ხო, ბიზნეს სამიზნე აუდიტორიას რო ეძებს, აიღეთ და ეს სამიზნე აუდიტორია პირდაპირ ჩაინტეგრირდეს. და შეუძლიათ რომ დაელაპარაკონ. თან ჩვენ გვაქვს აპლიკაციაში ჩაშენებული push-up notification-ების ფუნქცია და შეუძლიათ თუ აქვთ რაიმე სიახლე, ახალი კერძი, ფასდაკლება, რაიმე შეთავაზება 50,000 ადამიანს უგზავნით ჩვენ ამ შეტყობინებას და ამაზე დიდი ფუფუნება არ იცი შეიძლება იყოს. ქართული სტარტაპის როლი გლობალურ კონკურენციაში. Tasty არ უყურებს ხა მარტო საქართველოს ბაზარს, ვიცით რომ გლობალურადაც უკვე წარმოდგენილია. თან წელს 2025-ში გახდა ქართული ინოვაციური სტარტაპი, ტიპის ბიზნეს დაჯილდოებაზე გაიმარჯვეთ და გილოცავთ ამ ამბავს და ალბათ ცნობადობის ნაწილში ესეც უფრო კარგად დაგეხმარებათ მინიმუმ ადგილობრივ ბაზარზე და გლობალურადაც ხადია. რა ხდება გლობალურად, რას უმიზნებთ, რა არის თქვენი სამიზნეს გამოსანა და მისია? ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის უბრალოდ სიტყვები. იმდენად გვჯერა ამ პოტენციალის თითოეულ გუნდის წევრს მართლა Tasty-ზე რო ვიწყებთ ხოლმე საუბარს, თუ არ გამოჩერა ვინმე, შემიძლია მთელი დღე ვისაუბრო. მართლა ძალიან გვჯერა და უფრო მეტად გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ იმდენად გვჯერა, რომ სხვასაც ვაჯერებთ და სხვაც გვენდობა, რომ ნამდვილად შეგვიძლია გავხდეთ გლობალური აპლიკაცია. ზოგადად რა ხდება გლობალური აპლიკაციების ბაზარზე და ვინ არის ჩვენი პირდაპირი კონკურენტი. იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად Tasty-ის კონცეფტზე მომუშავე აპლიკაცია არ არსებობს გლობალურ ბაზარზე, არის ცალკე გაცნობის აპლიკაციები, ცალკე არის კვების მიმართულებით მოქმედი აპლიკაციები, მაგრამ ეს იდეა რაც არის, რომ საჭმელმა დააკავშიროს ადამიანები და კიდევ გააერთიანოს სხვა ფუნქცია, მსგავსი აპლიკაცია არ არსებობს გლობალურ ბაზარზე. თუმცა ჩვენ კონკურენტად მივიჩნევთ ძირითადად გაცნობის აპლიკაციებს, მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ რეალურად გაცნობის აპლიკაციები კვდება, რადგან ვეღარ სთავაზობს ადამიანებს იმას, რასაც რეალურად ადამიანები ითხოვენ. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, სადაც მართლა ChatGPT-ზე ახლობელი ადამიანი უკვე აღარ დაგვრჩა და ადამიანების უმრავლესობისთვის თერაპევტიც კი გახდა, ჩვენ გვინდა რომ ადამიანურობის ფაქტორი შემოვიტანოთ და ეს ადამიანები დავაბრუნოთ რეალურ კომუნიკაციაში და აქედან გამომდინარე, კი შეიძლება იყვნენ გაცნობის აპლიკაციები ჩვენი კონკურენტები, მაგრამ ჩვენ იმხელა ძალა გვაქვს, რომ ადამიანებს ვაკავშირებთ ფიზიკურ სივრცეში, რომ მგონია რომ ამ კონკურენციაში ძალიან თამამად შევალთ და წარმატებასაც მივაღწევთ. ბერლინში ხართ უკვე. და ნიუ-იორკში. და ნიუ-იორკში ხართ უკვე. ამერიკის ბაზარი უფრო საინტერესოა თუ ევროპის ბაზარი თქვენთვის? მიმდინარედ და სამომავლოდ. მე მაინც მგონია რომ ამერიკული ბაზარი უფრო საინტერესოა, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ რა კვლევებიც ჩაგვიტარებია და მომხმარებლის გამოკითხვა უფრო მეტად გაცნობის აპლიკაციებს მოიხმარს უფრო დასავლური საზოგადოება ამერიკული ბაზარი, თუმცა ცხადია ევროპაშიც საკმაოდ პოპულარულია. რაც შეეხება კულინარის მიმართულებას, ამერიკაშიც უყვართ ჭამა, საქართველოშიც და საჭმელი რეალურად არის პირველი დამაკავშირებელი ადამიანებს შორის ჯერ კიდევ ძველი პერიოდიდან, როდესაც ნანადირავი მოჰქონდათ და ცეცხლის გარშემო იკრიბებოდნენ და საჭმელი იყო, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის მთავარი საწყისი და რეალურად ეს გვინდა რომ დავაბრუნოთ შეიძლება ითქვას. საუბარისკო და იმით როგორ მოვინადირეთ კონკრეტული საკვები. სასაუბრო თემა უკვე იყო. ამ პროცესში მინდა კითხო საქართველოს ბაზრის, ასე ვთქვათ, თავისებურებაზე. ასევე ადამიანებისთვის, ვინც გეგმავს რომ კონკრეტული ინოვაციური სტარტაპის შექმნას, ან რაღაც კონკრეტული იდეა აქვს ამის გავითარება, აუცილებლად არის ძალიან ინოვაციური იყოს, შეიძლება უბრალოდ კარგი იდეა იყოს, რაღაც პრობლემას აგვარებდეს, ახლებურად უყურებდეს, ორ მაგალითად ამბავს, ერთი კვებას და მეორე გაცნობას, როგორც თქვენ შეხედეთ. საქართველოს ბაზარი რამდენად კარგი სატესტო ბაზარია, ერთი თქვენთვის და ისე ზოგადად სტარტაპებისათვის. მე ვიტყოდი, რომ საუკეთესო სატესტო ბაზარია საქართველოს ნებისმიერ სტარტაპისთვის და ჩვენ შემთხვევაში ვიტყვით განსაკუთრებით ჩვენთვის, იმიტომ რომ საქართველოს კულინარია განვითარებული არის უმაღლეს დონეზე და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან
კარგი ძვრები, ასე ვთქვათ, და ჩვენი სტარტაპისთვის იყო მართლა საუკეთესი სატესტო ვარიანტი და აქვე მინდა დავამატო, რა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალიდაცია ჩვენთვის, რომ აპმა იმუშავა. აპლიკაციაში გაჩნდა რეალური პროფილები, ადამიანები, განსაკუთრებით გოგონები, არ მინდა დისკრიმინაციული ვიყო, უბრალოდ გოგონები უფრო ნაკლებად აჩენენ ხოლმე საკუთარ ვინაობას გაცნობის აპლიკაციებში ჩემი დაკვირვებით და თავიანთი რეალური პროფილებით რეგისტრირდებოდნენ და ამაზე დიდი ნდობა და ის რომ იდეამ გაამართლა და რეალურად გაიგო საზოგადოებამ ჩვენი იდეის არსი არ ვიცი კიდე რა შეიძლება იყოს და უკვე იმდენად თავდაჯერებულები ვართ რომ საქართველოში დაიტესტა ეს იდეა და იმუშავა და საზოგადოებამ მიგვიღო რომ ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე ფაქტობრივად გზახსნილი გვაქვს. ვერაცდებით AI-ს რაღაც კუთხით. შეიძლება ინტეგრაციასაც მათ შორის. რას ფიქრობთ AI-ზე? როგორ შეიძლება ის შეინტეგრირდეს რაღაცა მედია პლატფორმაც შეიძლება თუ არა გახდეს ტეისტითი მოგეთ რა იდეები გაქვთ ამ მიმართულებით? რაზე მუშაობთ? სხვათა შორის ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და ერთხელ გავაჟღერეთ უკვე ეს ინფორმაცია და აქაც კიდევ განმეორდები. მუშაობთ AI food მრჩეველზე, რომლის სახელი იქნება TEA. და რეალურად გვინდა რომ იმდენად კარგად გაიცნოს და შეისწავლოს ჩვენმა AI მრჩეველმა ადამიანების კულინარიული გემოვნება და მოთხოვნილებები რაც აქვს რომ იმაზე კარგი მრჩეველი იყოს, ვიდრე ჩვენ ვქნებოდით საკუთარი თავისთვის ფუდის მიმართულებით. ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს. ვიზუალურადაც ვიცით როგორ გამოიყურება ჩვენი TEA და ამას მალე ნახავს ჩვენი საზოგადოება და მიმდინარეობს იდეის დახვეწა, რომ სრულყოფილი ვერსია შევთავაზოთ უკვე ჩვენ. ჯერ არასწავლით, ჯერ იდეას ხვეწ. ზუსტად ეგ პროცესი ვასწავლით და გვინდა რომ კარგად განვანათლოთ და ამის შემდეგ უკვე თამამად ვიტყვით რომ გვაქვს რეალურად. რა კულინარიული განათლება იქნება? მსოფლიო კულინარიული თუ ქართული? მსოფლიო კულინარიული განათლება იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ ეს გვინდა ნიუ-იორკშიც, ბერლინშიც და საქართველოში. სომელიეც იქნება? ყველანაირი განათლება იქნება, იქნება სომელიე და ყველაზე კარგი მრჩეველი. გვინდა რომ ასეთი იყოს და ეხლა მიმდინარეობს ზუსტად ამის განვითარების პროცესი. როგორ ხედავთ აი მაგალითად ეს კითხვა ხომ არა 5 წლის შემდეგ ან 10 წლის შემდეგ უფრო სოციალური Excel-ის პლატფორმა იქნება, უფრო B2B, B2C, ანუ რა იქნება ტეისტი თქვათ 5 ან 10 წლის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ? დამფუძნებლებს, ადამიანებს ვინც ჩართული ხართ, საკმაოდ მცირე გუნდით, იმ დაუნიშნო. მე გისურვებთ რამდენიმე წუთის წინ ისევ საუბარში რომ 700 ადამიანი იყოს გუნდში და უფრო მეტიც. ჯერჯერობით პატარა გუნდია, რომელიც ჯერჯერობით ახერხებს და კარგად უძღვება საქმეს, მაგრამ როგორ იქნება წლების შემდეგ ტეისტით? ჩვენი მთავარი იდეა რაც არის ადამიანების დაკავშირება და რეალური ურთიერთობების ახლა მოკავშირეების განვითარება ადამიანებს შორის, ეს დარჩება ყოველთვის მთავარი იდეად. და ყოველთვის სოციალური ქსელის ელემენტი იქნება წინ წამოწეული. თუმცა, როგორც აღნიშნე, ჩვენ ვართ ასევე B2B და ბიზნესთანაც გვაქვს ძალიან აქტიური პარტნიორობა და აუცილებლად დავეხმარებით ადგილობრივ გასტრონომიას და კვების ობიექტებს და კვების ბიზნესებს, რომ წარმოდგენილები იყვნენ ჩვენს აპლიკაციაში შესაბამისად და ეს ორმხრივი სარგებელი, რაც ახლა არსებობს მომხმარებელს და ბიზნესს შორის, ეს ყველაფერი შენარჩუნდება. 5 წლის შემდეგ დარწმუნებულები ვართ, რომ ტეისტის სახელს ძალიან ბევრი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაიგონებთ და რეალურად რასაც ვამბობთ, რომ ჩვენ შევდივართ გაცნობის აპლიკაციების და ფუდ აპლიკაციების ძალიან დიდ ბაზარზე, რეალურად დავიკავებთ იმ ადგილს, რაც გვეკუთვნის. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ამერიკის ბაზარზე გისურვებთ წარმატებებს, შემოდგომაზე აპირებთ ხო მე მგონი? შემოდგომაზე ოქტომბერში Silicon Valley-ში გვექნება ჩვენი სტარტაპის წარდგენა, როგორც ისიც გავიმარჯვეთ World Cup ჩემპიონები გავხდით ეროვნულ დონეზე და საშუალება გვექნება რომ ჩვენი სტარტაპი წარმოადგინოთ ყველაზე დიდი ინვესტორების წინაშე Silicon Valley-ში, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა სტარტაპისთვის. კარგი, რომ ვბრუნდები BMG-ის პლატფორმა ღია არის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგითმოთ, რომ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ჩვენით დაინტერესდით, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი მხარდაჭერა ჩვენთვის. მადლობა და ტეისტ.